ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ კოლექციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელნაწერი მე-10 საუკუნის ბოლოს ტაო კლარჯეთში, კერძოდ შატბერდის მონასტერში გადაწერილი მიქაელ მოდრეკილის იადგარი. მის ისტორიაზე და მნიშვნელობაზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომელმა ეკა დუღაშვილმა ჩვენს ერთ-ერთ სიუჟეტში უკვე მოგვითხრა. არანაკლები მნიშვნელობის მატარებელია ძლისპირნი ღვთისმშობლისანი, რომელზე საუბარსაც ასევე ეკა დუღაშვილი განაგრძობს. ძლისპირი საგალობლის რიტმულ მელოდიური მოდელი, სტროფია, რომლის მიხედვითაც იგება საგალობელი. ეს არის ერთი სტროფი, რომლის მარცვალთა რაოდენობა უნდა გაიმეოროს შემდეგ მთლიანმა ჰიმნოგრაფიულმა კანონმა. ამიტომ სანამ დაიწერება თვითონ ჰიმნოგრაფიული კანონი, ეს ბიზანტიური ტრადიციიდან მომდინარეობს, მანამდე უნდა დაიწეროს ძლისპირები, ანუ მოდელები, რაზეც უნდა დაიდოს შემდეგ ეს ტექსტი. აი ამ მთლიანად კრებულის შექმნას წინ უძღოდა ძლისპირთა და ღვთისმშობლისათა კრებულის შექმნა. მიქაელ მოდრეკილის იადგარი დასაწყისში შეიცავს ძლისპირთა კრებულის ნაწილს, მაგრამ ჩვენს ცენტრში ინახება ასევე ცალკე არსებული ხელნაწერი, ეს გახლავთ A603, რომელიც ასევე არის ერთგვარი შემაჯამებელი ეტაპის ამსახველი ძლისპირთა კრებული, რომელშიც მოქცეული არის ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის, ბიზანტიური ტრადიციის ძლისპირების უდიდესი რეპერტუარი. ანუ აი ამ რეპერტუარს სწავლობდნენ გალობნები თავიდან, ეცნობოდნენ და შემდეგ აი ამ მოდელზე ან წერდნენ ორიგინალურ საგალობლებს, ან თარგმნიდნენ. ამდენად ეს ორი კრებული უნდა გავიაზროთ როგორც ერთი მთლიანობა. ესეც არის მე-10 საუკუნის ბოლოს გადაწერილი. როცა კვლევას ან ინფორმაციის გაცნობას ვიწყებთ იმის შესახებ, თუ როგორ მიეცა დასაბამი გალობას ქართულ საეკლესიო ტრადიციაში, გვერდს ვერ ავუვლით ამ ორ ხელნაწერს. ვერ გავიაზრებთ მთლიანად ჰიმნოგრაფიულ საეკლესიო ტრადიციას. მე-10 საუკუნეში და მის შემდგომაც ორივე ძეგლი ერთგვარი სახელმძღვანელო კრებულია, რომლითაც გალობას სწავლობდნენ. ამჯერად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ხელნაწერის გამოსაცემად, რომელშიც ჩართულნი არიან როგორც ფილოლოგები, ასევე მუსიკათმცოდნეებიც.